მშვიდობა მეგობრებო ჩვენ ყოველთვის ვაგეთებთ განცხადებას საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას კლელობის შესახებ 1991 წლის 22 დეკემბრიდან 1993 წლის დეკემბრამდე, 30 დეკემბრიდან 31 დეკემბერი მას მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში მოხდა გაუგონარი ტერორისტული პუტჩი საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოში არჩეული კონსტიტუციური ხელისუფლების წინააღმდეგ, პრეზიდენტის წინააღმდეგ. და პირველი ეტაპი ამ ტერორისტული აქტისა, აი ამ გადატრიალებისა დამთავრდა ზვიად გამსახურდიას ფიზიკური განადგურებით. მის წინააღმდეგ განხორციელდა დიდი შეთქმულება, ასე შემიძლია თქვა, საერთაშორისო შეთქმულება, პატიოსანი, მართალი, კაცის, პოლიტიკოსის, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. ჩვენ ვეცდებით მეგობრებო რომ საკუთრით წარმოსახოთ ეს საკითხი მიუხედავად იმისა რომ დღემდე 27 წელი გავიდა და ეს სამარცხვინო ეგრეთ წოდებული ხელისუფლებების დუმან ეს სამარცხვინო სახელმწიფო დუმან და ის ხომ ძიმე დანაშაული მოხდა რაც მოხდა დეკემბრის იმ შაბნელ დღეს თუ ღამეს სამეგრელოს უსიეთ დღეში როცა განახორციელეს სპეცოპერაცია ზვიადის წინააღმდეგ და ოპერაცია ჩატარდა მათთვის ასე ვთქვათ სასარგებლოდ და ფიზიკურად განადგურებული პრეზიდენტი უდიდესი დანაშაულია, გამოსავალი დანაშაულია, მაგრამ კიდევ დიდი დანაშაულია ის, როდესაც არ იძიებს ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ამას. 27 წელი გავიდა და საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებმა და არა მარტო საქართველოს ყველა კეთილების ადამიანმა მსოფლიოში არ იციან თუ რა განხორციელდა და ვის ხელით განხორციელდა ეს საშინელი ტერაქტი პრეზიდენტის წინააღმდეგ. ეს კიდევ უდიდესი დანაშაულია. და აქედან არის ეს ყველაფერი იმისა რომ აი ეს პუტჩისტური რეჟიმები შევანაძემ განახორციელეს საშინელი მკვლელობა, მისი ბრძანებით იყო ეს ყველაფერი, რასაკვირველი შეთანხმებული იყო კრემლთან და კიდე დასავლეთის მაშინდელ ბინძურ კორუმპირებულ პოლიტიკურ ელიტასთან, მაგრამ აი შევანაძე აღარ არის, ხო ის ჯოჯოხეთში წავიდა, ხო? მარადიულად. მაგრამ მისი გამგზელებლები, სააკაშვილები, ივანაშვილები და ასე შემდეგ, რომელიც დღეს ცხოვრობთ ამ პუტჩისტური რეჟიმის პირობებში, არც კი უნდათ რომ გამოიძიონ და აბოლებენ ხარს რომ აი პროკურატურა იძიებს, ეს იძიებს, ასე იძიებს. ტყუილია. კაც რომ გამოძიება უნდოდეს, მით უმეტეს ხელისუფლებას გამოძიება უნდოდეს, დაუშვათ ხომ პრეზიდენტის კლუბისა. ერთ თვეში გამოძიებული იქნება. უბალოდ აქ არ არის პოლიტიკური ნება და ამიტომ ეს სამარცხვინო პროკურატურაც გნებავთ შევანაძის, გნებავთ სააკაშვილის და გნებავთ ივანაშვილის პროკურატურა აი ასე არის მონამორჩილი და ისინი დამოკიდებელი არიან და ერთ-ერთმა პროკურორმა ჩვენ ადრე გაგვიცხადა ბატონებო რომ არ არის პოლიტიკური ნება თუ ჩვენ ეგრევე გამოიგნებთ ყველაფერსო. ერთ-ერთმა კვალიფიცირებულმა ასე ვთქვათ პროკურორმა განაცხადა. რასაკვირველი არ არის პოლიტიკური ნება, იმიტომ რომ ესენი უდიდეს დანაშაულს ჩადიან კიდევ საზოგადოების წინაშე, სახელმწიფოს წინაშე და აგრეთვე რასაკვირველია პრეზიდენტის და მისი ოჯახის წინაშე. აი ეს არის ძირითადად და კიდევ ერთი რამ უნდა ვთქვათ ბატონებო რომ მოვა რასაკვირველია საქართველოში ლეგიტიმაცია პრობლემა გადაწყვეტა, როცა საქართველოში ეროვნული ძალები დაბრუნდებიან, ასე ვთქვათ, კეთილსინდისი ადამიანებზე მაქვს საუბარი და არა ნასადგებს და კაგებეშნიკებზე. აუცილებლად ქართულ ხალხს ეწოდინებათ, ასე ვთქვათ, დეტალები იმისა, თუ რა მოხდა სამეგრელოს ერთ-ერთ დღეში.
მაგრამ თავარი აქ შეიქმნა ეგ ეწოდებული საგამოძიებო კომისიები. ნუ ესეც თვალში ნაცარის შეყრა იყო, რომ საზოგადოებას ატყვევენ. აი მაგალითად, ჯერ კიდევ მაქსიმ შევანაძის ბრეჟნევის პირებში პროკურატურა იძიებდა ბრჭყალებში, ნუ სამართლიანო პროკურატურა, ბალუაშვილის პროკურატურა უნდა გამოეწია. შემდეგ სააკაშვილის პროკურატურა იძიებდა ბრჭყალებში. შემდეგ აი ესეც იძიებენ, მაგრამ არაფერი. და არის ეს დაუსრულებელი, ასე ვთქვათ, დანაშაულებათა სერია. ვინც ამ უმძიმეს დანაშაულს, გაუგონარ დანაშაულს ხელს აფარებს და არიძიებს ახლა ისინი რასაკვირველია მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან ისინი აუცილებლივ ამის დრო და ამის ჟამი მეგობრებო. იმიტომ კიდე გეუბნებით, ის ხო უმძიმესი დანაშაულია კაცი რომ მოკლა და განადგურა ფიზიკურად, მაგრამ კიდე უმძიმესი დანაშაულია რომ ამ დანაშაულს ფარავ. თან ხელისუფლება, ბრჭყალებში ხელისუფლებას ეძახი შენ თავს. და ესე გეწოდებული პროკურატურა და ესე გეწოდებული მართლმსაჯულება, ეს სამარცხვინოები საერთოდ. ახლა რა მინდა გითხრათ, რომ ეს ზედგამსახურდია ბატონებო. თაის სიცოცხლე გაწირა საქართველოს სახელმწიფოების დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. ესე იგი, ან საქართველოს თავისუფლება, ან ზედგამსახურდიას სიკვდილი და ზედგამსახურდიამ მეორე გზა იჩია. სიკვდილი აიჩია, ასე ვთქვათ. მოწამეთა აღსრულება აიჩია, იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო. უბოროტესი მტერი გვებძოდა და გვებძის დღესაც. უბოროტესი ადამიანები იგვლივ მოღალატეთა მთელი კასტა მეგობრებო და ამაზე აღარ შეჩედები და არ მიაცო ყურადღებას, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ეგეწოდებული საგამოძიებო ორგანოები და ეს საპარლამენტო ბრჭყალებში და საზოგადოებრივი ორგანიზაციები თითქოს აი მე მათ ჩვენი ორგანიზაციას ჰქონდა ასოციაციას პირველი ამის მცდელობა რომ გამოგეძია, მაგრამ რა უნდა გამოიწიო? გასაგებია ყველაფერი, რომ ეს იყო უდიდესი პოლიტიკური დაკვეთა, პოლიტიკური მნიშვნელობის კლდობა იყო უდიდესი და ეს განხორციელდა კრემლის და ბნელი ძალების ერთობლიობით და აქ ადგილზე შეასრულა ამ ბინძურმა ტერორისტმა მეთაურმა შევანაძემ. ეს გასაგებია. მაგრამ აი ეს ეგეწოდებული გამომძიებლები, ზოგი ნებაყოფლები და ზოგი ასე ვთქვათ საჯარო გამომძიებლები იძახიან რომ აი ვინ ესოლა ტყვიან რა მოხდა იქ ჩიხარკაში თუ ხიბულაში თუ ასე შემდეგ. რაც ესე იგი დაბნევა საზოგადოების. მე ვეკითხები გამოძიებას, როცა იქნება ნორმალური გამოძიება რასაკვირველია. მე ვეკითხები საზოგადოებას, რა უნდოდა ხალხს მიერ არჩეულ ლეგიტიმურ პრეზიდენტს სამეგრელოს ტყეებში. აქედან რატომ არ ვიწყებთ ამას? აი იქ რა მოხდა? რასაკვირველია, ისეთ საინტერესოა საზოგადოების რა მოხდა? ვისი მსახვანი ხელი იყო? რომელი სპეცრაზმა განახორციელეს ეს ოპერაცია, შიგნიდან ვის შეუწყო ხელი, ეს ყველაფერი დეტალები რასაკვირველია საინტერესოა და გასახმაურებელია, მაგრამ ჩვენ უნდა დაიწოთ რა უნდოდა ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს, ლეგიტიმურ პრეზიდენტს სამეგრელოს უსიეთ ტყეებში დადიოდა, ცხოვში, წვიმაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სიცივეში და შემდეგ. აი აქედან უნდა დაიწყოს კომპლექსურად საგამოძიებო სტრუქტურა მუშაობა და მე დარწმუნებული რომ საქართველოს მოექცევა სამართლებრივ სივრცეში და კონსტიტუციის სივრცეში, მე დარწმუნებული რომ საერთაშორისო სამართალიც თავისიტყვას იტყვის, შეიქმნება საერთაშორისო საგამოძიებლო იურისტთა ასეთაც კომპლექსური კომისია და ყველაფერს დაადგენს ამ შესახებ. თუ რა მოხდა, რა განხორციელდა, კიდევ გეუბნებით 22 დეკემბრიდან 91 წლიდან 99-ის 31 დეკემბრამდე მეგობრებო, ხომ? ყველაფერი ეს პირველი ეტაპი ტერორისტთა პირველი ეტაპი უნდა იქნეს გამოძიებული და შეფასებული უნდა იქნეს საზოგადოების მხრიდან და საერთაშორისო პოლიტიკური სპექტრიდან მეგობრებო. აი ეს არის ჩვენ გამოსავალი. ახლა რაც შეეხება ზედგამსახურდიას კლდობა იყო არამატო პრეზიდენტის კლდობა. არამედ იყო დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ტყის სროლა. იმიტომ ზედგამსახურდია გახდათ
თავარი შემოქმედი და არქიტექტორი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური არქიტექტორი საქართველოს თავისუფლებისა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა. და როდესაც ასეთი პიროვნებას ესვი ტყვიას, ესე იგი შენ ესრი ტყვიას ასაკელია დამოუკიდებელ სახელმწიფოს, დამოუკიდებელ საქართველოს. და ეს არის უდიდესი კიდეგეონები გაუგონარი დანაშაული, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს შეუძლია და ღმერთს აქვს მისი უფლება, ასე ვთქვათ, განსაჯოს ეს კაცის კვლელები, ეს ღვთისა და ერის მოღალატეები, მეგობრებო. და რასაკვირველია, ღმერთის მიერ, ვინც ღმერთის ნებას ასრულებს დედამიწაზე და ვინც მართა სიტყვას ლაპარაკობს. იმიტომ რომ ამათმა კაცის სიკვდილით საქართველო დაასამარეს. აი აგაგი წერეთლის იმას გავისენებ, როცა მოკლეს დიდი ხო ბოდიში გალაქტიონის სიტყვები, როცა მოკლეს დიდი ილია, მაშინ გადავდა ეპოქა დიდი. და აგაგის სიტყვებია კიდევ ილია ჭავჭავაძის კვლევას დაკავშირებით, რომ ფუთხის ისხა შენ საქართველო, ნუ ეს თუნდაც სადაო საკითხი აქ საქართველო აქ რაფერში არისო, თუმცა ჩვენც ქართველი ხალხიც ასე ვთქვათ არ დაგიმალავთ და ცოტა ინეტურად მოვიქეცით სულ ყველანი ჩვენთანგან. აი მე პირადად მაგალითად პასიურად ვიყავით, იმიტომ რომ ქედზე ვერ დაუდექით კაცს და რამოდენიმე ათეული კაცი თუ რამოდენიმე ერთეული კაცი იყო სამეგრელოში ქედზე იყავდა და ესეც ალბათ ბატონი ბესალიანი ტყვის ესეც მოღალატეების თელი კაცსაკავდა გვერდზე. აი მეგობრებო, დანგიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ლაპარაკობთ, რომ აი მიტომაც დღეს ჩავარდნილი ასე მდგომარეობაში. მითქმა რომ დღეს ხალხი გაუბედურებულია, გაღატაკებულია. მითქმა რომ 2 მილიონამდე ქართველი გაქცეულია უცხოეთში. მილიონზე მეტი კიდევ სოციალურად დაუცველი და ღატაკია საქართველოში. მეტი აღარ არის ერი. რიცხვად მეტი ერი აღარ არსებობს. აი რატომ არის ეს გამოწეული რომ ისიც არ გვიდა კაცო 21 საუკუნეში 20-იან წლები უკვე 21 წელში გადავდივართ. 20 საუკუნისა და ისიც არ გვინდა და ისიც არ გვაინტერესებს საზოგადოებას რომ რატომ არიძიებთ პრეზიდენტის კოლონობას? ახლა ის სოდე გამსახურდია, რომელიც იყო ძალიან აქტიურად მისი შვილი, ასე ვთქვათ, და არა მარტო ბიოლოგიური შვილი, არამედ სულიერი შვილიც და პოლიტიკური მოღვაწე. ამიტომ დაესხან მას თავს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მისი მათ განხორციელებული ტერაქტისა გასული წლის 13 დეკემბერს ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ კომპონენტი იმისა რომ მან დაჟინებით უთხოვდა ზედ გამსახურდიას კოლონობის გამოძიებას ობიექტოდ ასაკოლველია და რა ფალსიფიცირება და რაღაც სისნელეები მეგობრებო ამიტომ მოხდა და აქ მადო ცოდნე გამსახურდიამ და ოჯახის წევრებმა ან ქალბატონმა მანანაჭაძე გამსახურდიამ ან ეროვნული მოძრაობის ასე ვთქვათ გაუკიდომა ბითმა კევნა მოითხოვას. თელმა ერმა და ბერმა ხალხნო. იმიტომ ეს კიდე გეუნებით ეს თავდასხმა იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ იყო თავდასხმა წინააღმდეგ გამართული მეგობრებო. და არა მარტო კაცი ერთი კაცის გამო მიმართ. და სოლიდარული უნდა იყოთ ბატონებო ამაში და არ ვიცი, იმიტომ რომ ამიტომაც ასე ჩავარდნით მდგომარეობაში. და ძველი ბიბლია აი ებრაელების გამოყენების შესახებ გვახსოვთ ყველას ხომ? აი ეს არის, იმიტომ მიტანჯებოდა ის ხალხი, რომელიც ღმერთის ნებას წინააღმდნენ, რომელიც ღმერთის მიერ გამოგზავნილ ადამიანებს ეუჩებოდნენ. თავშეთ მოსეს ლაუშვათ ხომ? მოსეს წინამძღოლ მოსეს, ხისაგან არჩეული მოსეს. ასევია ბატონო ჩემო ჩვენთანაც. არაფერი არ არის, ერთი და იგივეა, კაცების ცხოვრება ერთი და იგივე კანონზეებით მიმდინარეობს. როცა შენ ასეთ კაცს წინამძღოლს ღვთის მოციქულს ასე ვთქვათ, ზედ გამსახურდიას კლავ და აგერ 27 წელიწადი არ გაინტერესებს თუ რა მოხდა და მისი მკვლელები იყვნენ დაშინი სათანადოდ. როდესაც ასე მდგომარეობაშია და ბერი მიდომაე ჩავანდილი მდგომარეობაში ხალხი და ტანჯვა, იმიტომ კი არა ღმერთთან გამოგიზანა ეს ტანჯვა არა ბატონო ჩემო. ჩვენ დაიმსახურეთ ეს ტანჯვა, შიმშილი, უბედურობა და პანდემიები და რა ვიცი 1000 კიდე რა გველოდება მომავალში კიდე კაცშინმა არის ის ბატონებო. იმიტომ როცა სახარე წინდა სახარება გვეუბნება, როცა აზიანებ ღვთის ტაძარს ღვთის ტაძარი ამ შემთხვევაში არის ადამიანი, კეთილშობილი ადამიანზე საუბარი და არა ბოტმოქმედი ადამიანზე. აუცილებლად დაგაზიანებ შენაო.
უფალი ბრძანებს წინა სახერება გვეუბნება მას და დაზიანდით დაგვაზიანა ღმერთმა უფალმა აი ასეთი გურგილობით აღალაპარაკობ ასეთი ღალატით ასეთი კლელობით და მარტო ზიად გამსახურდია განსახურდია წინამდე კი არ განხორციელდა ეს კლელებები იმდენი ამდენი მოკლეს პატიოსანი ეროვნული მოძრაობის ხალხი ჩაცხილეს თბილისში სამეგრელოში აფხაზეთში ყველგან საქართველოს ტერიტორიაზე კაი ადამიანები გამორჩეული ადამიანები რა ნასეტკები და ეგ ეწოდებული ისინი დაარჩენ გვერდზე ყავდა ფწყალებში იმიტომ პრეზიდენტს და დაარჩენ ესენი ცოცხლობენ და აგრძელებენ დღეს ცხოვრებას ანტითისოფლის რეჟიმის ცხოვრებას აგრძელებენ კაი ადამიანები დახოცეს ამიტომ მაგრამ არც ერთი გამოძიება არც ერთი პოლიტიკური კლუბები თუ დანაშაულებები არ იქნება გამოძიებული სანამ პრეზიდენტის საქართველოს დამოუკიდებლობის თავარი ავტორის გამოცხადების თავარი ავტორის ასე ვთქვათ და თავარი არქიტექტორი ჩვენი დამოუკიდებლობის სახელმწიფოს შექმნისა რომელიც განახორციელეს კლუბობა არ იქნება გამოძიებული არაფერი აქ სამართლიანობაზე რაღაც სამართლიანობაზე საუბარი ზედმეტია ბატონებო მაგრამ კიდე გეუბნებით ეს არა მარტო ზიადის კლუბობაზეა საუბარი მეგრამეთ კიდე გეუბნებით პუჩი რომელიც დაიწყო იმავე სახსენებელ დეკემბრის დღეს და გაგრძელდა სადაშორის და პირველი ეტაპს გეუბნები და პუჩი დღესაც გრძელდება პირველი ეტაპს გეუბნებით ტერორისტულ ეტაპს რომელიც გაგრძელდა იგივე დეკემბრის საშინელ დღეს რომელიც დამთავრდა ზიად გამსახურდია ასე ვთქვათ ფიზიკური კლუბობით და ამით დამთავრდა ეპოქა დიდი როგორც გალაქტიონი ბრძანებს აი სანამ ეს არ იქნება გამოძიებული კომპლექსურად ამ ქვეყანას არაფერი ეშენება და არავითარი ეგრეთ წოდებული პოლიტიკური სპექტრი ამ საკითხს ვერ გაუმჯობესებს და მე ვფიქრობ და ჩვენ ვფიქრობთ ამას ბატონებო და მივედით იმ დასამდე რომ ესენი პუჩისტური რეჟიმები ამას არ გამოიძიებენ ვინც არ უნდა მოვიდეს აქა სანამ საქართველოს შეაღწევება კონსტიტუციური სამართალმემკვიდრეობა სანამ საქართველოს შეაღწევება კონსტიტუციური ხელისუფლება და შესაბამისი პირობები არ შეექმნება იმისა რომ გამოძიებაც პროკურატურაც მათ საჯულებად სასამართლოც იყოს პატიოსანი ობიექტური და სამართლიანი მეგობრებო აი ეს არის ჩვენი დასკვნა და ერთ რამეს ვეტყვი მკვლელებს როგორც დამკვეთებს დაბრძანების გამცემლებს ისე შესრულებს რომ თქვენი უკვე მოგესვათ საწყაოთი ასე ვთქვათ თქვენ დაიმსახურეთ ჯოჯოხეთი და აქაც გასამართებით ძორებით თვითსაფერშიც პატიოსანი მასაჯულეს პირობებში და იქ მარადიულ გეენაში იქნებით მეგობრებო და როგორც წმინდა სახარება გეუბნება ნებისმიერი თქვენ კლელები ხართ უფალი ამბობს ამ ციგნობრებს სუციგნორებს ფარისევლებს კლელებზე საუბარი და იძახითო დღესო რომ ჩვენ არა ვართ კლელები ჩვენ პატივსემთ ამ ესე იგი წმინდა მართალ სისხლის დაღვილ ადამიანს პატივსემთო მაგრამ აი ზუსტად რომ თქვენ ხართო ზუსტადო კლელების შვილებიო და მის გზით გამგზელებენიო და დღეს ხიბულაში ეს სამართლიანო კლელთა ძენი და კლელები კიდევ რომელიც ძალიან ბევრია სადაშორის იმ ანგეძებულ პარლამენტებში თუ ამ რეჟიმებში სადაშორის გარეული ზიადის კლუბაში შეჭმიდანინი კიდევ ერთხელ ლაპარაკობთ მეგობრებო რომ აი დღეს ესენი აი სამარხებს და დიდებულებას აკეთებენ ხიბულაში ზიად გამსახურდიას კლუბობის თუ სავარაუდო კლუბების რომელიც კაციშვილმა ეს ჯერ კიდევ სადრა მოხდა ბატონო ჩემო და ამათან კარგად იციან სადაშორის მაგრამ ესეც თავის ასახებად რომ ესე იგი აი სამარხებს ქმნიან დიდებულებისას ვაი რა დაგემართება თქვენ ფარისევენო და თქვენ კლელებო და კლელის ძენო რომელიც მართალის სისხლით დაღორეთ თქვენ და კვლავ ღრით მართალის სისხლს ღრით მეგობრებო და კიდევ ერთი ვინც ამ პუჩში მონაწილეობას მიიღო ვინც ზიად გამსახურდიას კლუბობაში მონაწილეობა მიიღო არ არის სავალდებულო სამეგრელოს დღეში გაიქცე და იქიდან უდარაჯო პრეზიდენტის სანდის აკოპეს და იქიდან სანმე ესწავლო არ არის სავალდებულო ვინც აქედან გაკიოდა თბილისში
აი მაგალითად ფილარმონიაში მე კარგად მახსოვს ჭანტურიები, მანტურიები, მისი ცოლები, ეგ ეწოდებული ცოლები, სარიშვილები და შემდეგ და გაქედონ ზედგამსახურდონ და მოკვდეს და ასე შემდეგ ეს ბათიაშვილები და შემდეგ ეგრებო ყველა ეს ადამიანი ვინც გარეული არიან ბატონებო აი უბედურებაში და მართალი სისხლის ასე თქვათ დაღრისათვის და მართლის კაცის მკვლელობისათვის ყველანი ესენი ბატონებო უნდა ჩამოშენდნენ პოლიტიკას. პატარა მინიმუმი საჭირო იქნება რომ აი ამათმა არათუ პოლიტიკაში, არათუ საჯარო საზოგადოებაში იყონ, არამედ იყონ ციხეებში. თუ ციხეებში არ იქნებიან და მასაჯულება ასე არ იქნება მკაცრი დაუშვათ ხომ? ის მაინც უნდა მოხდეს რომ ამათ საჯარო გამოსვლები და პოლიტიკა საერთოდ რასაქმეთ პოლიტიკასთან და მithumedes დამოგრილ სახელმწიფოსთან და ასე შემდეგ. ყველანი ესენი გამოცხადდნენ ასე ვთქვათ პერსონა ნონ გრატად. და ძალიან ბევრი არიან, აბსოლუტურად შობა არის ძალიან ბევრი მეგობრებო. სიტუაციას გადავცემთ ბატონ ბესონ მიქავას. გამარჯვებით ქართველებო, ქრისტესთვის, ზვიადისთვის და საქართველოსთვის. დღეს 31 დეკემბერია. დღევანდელ დღეს მოხდა ზვიადგამსახურდიას მკვლელობა. უფრო სწორედ დანა ბატონმა გიორგიმ რომ ეს დაიწყო 22 დეკემბერს 1991 წლისა და არა 1993 წლის 31 დეკემბერს. ტყვია ესროლა ყველამ ვინც კი უზენაეს საბჭოს კანონიერ ხელისუფლებას ზვიადგამსახურდიას რუსთაველზე რომ დაუშინა ტყვია. მანამდე იმ ხალხმა ესროლა ტყვია, ვინც კიბეებზე რო ჩამოжდა უნივერსიტეტში. ასევე თქვენ კარგად გახსოვთ ბატონმა გიორგიმ ბრძანა, გიორგი ჭანტურია და მისი მეუღლე. პირდაპირ გაგებით ბატონებო გამოვიდა სარიშვილი ფილარმონიაში ხალხო გესმით თქვენ და მოითხოვა ზვიადგამსახურდიას მოკვლა. პირდაპირ ეს არის არნახული პრეცედენტი არ არის მსოფლიოში და ეს ქალი დღეს კიდე ხალხს წამლავს. ეს ხო არ არის ბატონებო გამოსაძიებელი. თქვენ როდესაც ადამიანებს იჭერთ Facebook-ით გავრცელებულ რაღაც ინფორმაციაზე, რაღაც ასე ვთქვათ მუქარაზე. პრეზიდენტის მკვლელობა მოითხოვა ქალმა. მე არ ვიცახი უკვე ის რა პუჩისტია და რა გააკეთა. მარტო ეგ საკმარისია. მაგრამ თქვენ ხო თქვენ შვილებს არ შეჭამ და არ მოკლავ და არ დააპატიმრებთ. ყველა ის ადამიანი ასევე არის მკვლელი, ვინც საოკუპაციო რეჟიმს გაურიგდა. ერთოთი ბოდიშვით. ბოდის გიხდით. ყველა ის ადამიანი არის მკვლელი, ვინც გაურიგდა საოკუპაციო რეჟიმს. ვინ არის საოკუპაციო რეჟიმი? როგორც კი საქართველოში ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული 4-ეული, რომელმაც ქვეყანაში გააუქმა, ბრჭყალებში გააუქმა კონსტიტუცია, რისი უფლება მათთვის არავის არ მიუნიჭებია და გააუქმა ყველა არჩეული ორგანოები, საკრებულოები, პრეფექტურები და ასე შემდეგ. და 4 ბანდიტმა შევარდნაძის მეთაურობით რა თქმა უნდა, შევარდნაძე არის თავი და თავი ამ უბედურების და დღესაც ხათაშერო შევარდნაძე და მისი ბანდა აგრძელებს აი ამ მკვლელობის ფარველობას. იმიტომ რომ ნუ გავიწყდებათ, ნუ რავის რომ სოფო შევარდნაძე, რომელიც მოსკოვში ზის, რუსეთის მოქალაქეა, პუტინის მარჯვენა ხელია. მე ვერსად ვერ ვნახე ეგრეთ წოდებულო ოპოზიციონერებო, ბრჭყალებში ოპოზიციონერებო, ეგრეთ წოდებულო ანტიპუტინისტებო, თქვენი ხმა ვერსად ვერ გავიგე სოფო შევარდნაძეს წინააღმდეგ, რომელიც უფრო მეტიც აი აქ თბილისში ცეკვის
ის რო იყო რაღაც ასე ვთქვათ ოლიმპიადის მსგავსი თუ იქ ხო ფესტივალი იქ იყო ჟიურის წევრი და რატომღაც არც ერთ ხმა არ ამოგიღიათ რომ შეპუტინისტო შენ გამყიდველო აქ რა გინდა იმიტომ რომ ბატონებო შევარდნაძის კლანი დღემდე არსებობს დღემდე განაგებს საქართველოს აი ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია კი 1992 წლიდან უკვე შევარდნაძემ შექმნა პოლიტიკურ ბანდიტთა ჯგუფი, რომელსაც ზოგს დაარქვა პოზიცია, ზოგს ოპოზიცია. ეს არის ფაქტი. ამიტომ აი ეს ხალხი ხო რა თქმა უნდა ზვია დისკოლობის ხარჯი, მაგრამ ჯერ კიდე არის ხო ზვიად გამსახურდია მოკლული რამე თუ ასე ვთქვათ ის ჯერ უნდა გაენადგურებიათ პოლიტიკურად. ამიტომ მოხდა ბევრი ის მოვლენა მისი გროზნოში ასე ვთქვათ წასვლა და ასე შემდეგ რომ ზვიად გამსახურდიას დაესვა შეცდომები ასევე აუცილებელია მე ხაზი გავუსვა ეგრეთ წოდებულ 24 ივნისს და იმ აქციებს რომელიც იყო მიმართული ტერორისტული აქტები არა აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაატარა ვის წინამდე ჩატარდა გამიგეთ ეს ყველა იყო ზვიად გამსახურდიას წინამდე მიმართული ომი რამე თუ ჯერ კიდე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლამდე გახსოვთ ჩვენ 24 რეზოლუცია სადაც იყო საუბარი რომ ზვიად გამსახურდი არის ტერორისტი დიქტატორი შეუძლებელია მე დღეს არ აღვნიშნო ორშაბათის ასავალ-დასავალში გამოქვეყნდა პოლონელი, ვიღაც პოლონელი ადამიანის, ასე ვთქვათ, ასეთი სტატია საქართველომ და საქართველოში დაბადებულმა შვილებმა სოფლიოს დიდი უბედურება მოუტანა. სტალინი და ბერიაო და დიქტატორი ზვიად გამსახურდიაო. და ამ დროს ვერ ამბობს რაში გამოიხატა ზვიად გამსახურდიას დიქტატორობა, მაგრამ აქ რაშია საქმე? ზვიად გამსახურდია დღესაც აქტუალურია. დღესაც კი არა, დღეს არის აქტუალური. რამე თუ მაშინ გახსოვთ თქვენ მსოფლიო გაიყო ზვიადისტებად და შევარდნაძისტებად. არ გულისხმობ თბილისში და საქართველოში. არა, მსოფლიოც გახსოვთ თქვენ იყო ის ძალები, ვინც ზვიად გამსახურდიას ხარს უჭერდა? ის კეთილი ჯანსაღი ძალები, ძალიან ბევრი ადამიანები და ერთ-ერთი მაგალითად კრის ვერნერი, რომელმაც ფილმი გადაიღო ზვიად გამსახურდიაზე ნომენკლატურის შურისძიება. მაგრამ მე ეგრევე გადაიღეს ფრანგებმა, ასე ვთქვათ, შევარდნაძის მომხრეებმა შევარდნაძეზე ფილმი. გამიგეთ? ამიტომ სოფლიო მაშინ დაყოფილი იყო. ორ ნაწილად. დღესაც ბატონებო, სოფლიო არის ორ ნაწილად დაყოფილი. ტრამპისტებად და ბაიდენისტებად, ხო? ეს რეალობაა. რატომ? ტრამპი აცხადებს იმას, რასაც აცხადებდა ზვიად გამსახურდია. სიტყვა სიტყვით არის, თქვენ შეგიძლია ამოიღოთ მისი გამონათქვამები, ეს არის ზვიად გამსახურდიას ან პერიფრაზირება ზოგიერთი, ან კიდე პირდაპირ მისი ნათქვამის გამეორება. და თქვენ წარმოიდგინეთ დღეს ტრამპის წინააღმდეგ მიმართული ომი, ტვიტერს უთიშავენ, მთელი პრესა, ტელევიზია ებრძვის, ხალხო, და თქვენ წარმოიდგინეთ თან მოქმედს და რომელიც ასევე არის მილიარდელი. მილიარდელი ასევე არის ყველაზე დიდი უძლიერესი სახელმწიფოს პრეზიდენტი, გაცო? და თქვენ წარმოიდგინეთ ზვიად გამსახურდია პატარა ქვეყნის ჯერ კიდე მაშინ აღიარებული რო არისო რას უზამდნენ და რას უკეთებდნენ და მაგრამ მადლობა ღმერთს ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა ყველა ეშმაკის მიერ დაგებული მახეს მან გვერდი აუარა და გვერდი აუარა და ამით გადაარჩინა საქართველო უпростоრად საქართველო გაიყვანა აი ამ ლაბირინთებში და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა ჩაატარა რეფერენდუმი რომელსაც ვერავინ ვერაფერს ვერ უზამს და ყველა დღეს ის ხალხი ვინც კი არჩევნებში გარბის ვინც საოკუპაციო რეჟიმთან მიდის ყველა თქვენ ხართ ზვიად გამსახურდიას მკვლელები რატომ? იმიტომ რომ იმ საოკუპაციო რეჟიმის არჩევნებში მიდიხართ მათ აპრავებთ მათ თქვენ
ეუბნებით რომ ისინი მართლები არიან, მათი არჩევნებია. მე არ ვიძახი გაყალბებაზე, არ მაქვს საუბარი რომ დღეს უკვე ყველა აცხადებს საჯაროდ რომ თან სოფლიოში რომ არჩევნები 30 წელიწადია ყალბდება. ამას გეუბნებათ დეგნარი ამერიკის წარმომადგენელი აქ რო არის დეპარტამენტის განცხადება და ასე შემდეგ. ეს უკვე თქვენ ამბობთ ყველა რომ ასე ვთქვათ ყველა არჩევნები გაყალბდა, მაგრამ გაყალბებაზე კი არა გვაქვს ჩვენ საუბარი. უკანონოა ბატონებო, უკანონო. მკვლელების ჯაბა იოსელიანის კანონმემკვიდრეები ხართ ხალხო. როგორ შეიძლება თქვენ მაგ მიხვიდე იქ დააჯდე და რამე სიკეთე გააკეთო. თუნდაც ვითომ კარგი მოტივით ჩვენ ვერაფერი ვერ ვნახეთ 30 წლის განმავლობაში თქვენს მიერ რამე გაკეთებული. ვინც იქ შევიდა, ვინც იქ ამათან ფერხულში, სატანურ ფერხულში ჩაება. არაფერი გახდით თქვენც ერთ-ერთი მათი თანამოაზრეები. ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერობა და პოზიციონერობა ეგ პოზირებაა ბატონებო. მეტი სხვა კი არაფერი. პოლიტიკურ პოდიუმზე პოზირების ერთ-ერთი მექანიზმია. ასევე ზვიადგამსახურდია. მადლობა ღმერთს. ბატონ დატოვა პოლიტიკური მემკვიდრეობა. ბატონმა გიორგიმ ბრძანა რომ დღეს ბევრი აცხადებს ეროვნულ მოძრაობაზე პრეტენზიას და ასე შემდეგ. ზვიადგამსახურდიამ დატოვა დიახაც პოლიტიკური მემკვიდრეობა როგორც უზენაეს საბჭოს სახით, ასევე ეროვნული მოძრაობის სახით. და მან 13 მარტს 1992 წლისა გროზნოში ეს დოკუმენტურად დაადასტურა. ისე კი არა სიტყვით რომ ვინმეს მერე მისი პერიფრაზირება არ მოეხდინა, არ შეეცვალა, ან რაღაც არ გაეკეთებია, რომ აი უზენაეს საბჭომ არ მიიღო ეს. კანონის დონეზე დააკანონა ეს. ვისაც სურს და ვისაც უნდა იყოს ზვიადგამსახურდიას კანონ მემკვიდრე და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი ჯარისკაცი ბატონებო და არა მთავარსადლები და მხედრები. არავის არა აქ პრეტენზია. ჩვენ ყველანი ვარ ჯარისკაცები, ვიყავით, ვარ და ვიქნებით ეროვნული მოძრაობის. გამიგეთ? და ეროვნული მოძრაობის სათავე და თავი რა თქმა უნდა არის პირველ რიგში საქართველო. იდეა საქართველოს დამოუკიდებლობისა, რომელსაც მე-20 საუკუნეში ჩაუდგა ზვიადგამსახურდია მერაბ კოსტავა. და არა მარტო ჩაუდგა, მათ ეს პრაქტიკულად განახორციელეს. ზვიადგამსახურდიამ უკვე ეს დაასრულა და მოგვცა ჩვენ დე იურეთ და დე ფაქტოდ 92-ში უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო უფრო სწორედ მან აღადგინა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებელი სახელმწიფოს კანონმემკვიდრეობა თავისი ტერიტორიებით. და თქვენ ბატონებო ვისი კანონმემკვიდრეები ხართ? თქვენ უფრო სწორედ კანონმემკვიდრეობას არ გაგაჩნიათ. რატომ? კომუნისტებს რაღაც კანონმემკვიდრეობა ჰქონდათ. გამიგეთ? და თქვენ ის კანონმემკვიდრეობაც არ გაქვთ. იმიტომ რომ არც კომუნისტები ხართ იმ გაგებით, იმიტომ რომ თქვენ 3 წელიწადი 1992 წლიდან 95 წლამდე კონსტიტუციაც კი არ ჰქონდათ ხალხო. ეგრეთ წოდებული კონსტიტუცია, რა თქმა უნდა, არც ის არის კონსტიტუცია, მაგრამ ისიც კი არ ჰქონდათ. და აი ამ ძალამ ზვიადგამსახურდიას აღუძრა საქმე. ესე იგი შარაგზის ბანდიტებმა, შარაგზის პროკურორმა, რაზმაძემ ზვიადგამსახურდიას აღუძრა საქმე ხალხო. და როდესაც ჩვენ საუბრობთ და დღევანდელი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი გამოდიან და საუბრობენ რომ უნდა მოხდეს ზვიადგამსახურდიას მკვლელების ასე ვთქვათ გასაჯაროება და რომ უნდა მოხდეს კანონიერი ხელისუფლების და უზენაეს საბჭოს თავის ადგილის მიჩენა. ბატონებო, პირველ რიგში უნდა დაიწყოთ იმ ადამიანებით, ვინც კი ბოროტება ჩაიდინა, ვინც კი აღზრა ჯერ კიდე ცოცხალი ზვიადგამსახურდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე. აი კიდე უნდა დაიწყოს. უნდა მოხდეს სარიშვილის დაპატიმრება. მან პირდაპირ მოუწოდა მკვლელობისკენ ჩახმახს ვინ გამოკრა ხელი, ეგ ყველაზე ბოლო ეტაპია ბატონებო, ყველაზე ბოლო. აი ეს ხალხი ყველა არის გასასამართლებელი. ჩვენ
არ ვართ კანიბალები და არავის ციხეში ჩასმას არ ვითხოვთ ჩვენი. ეს თუ სამართალი მოითხოვს, ეს სამართალმა გადაწყვიტოს, საერთაშორისო სამართალმა. არ ვითხოვთ ჩვენ რომ ვიღაც კონკრეტული, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს რომ არ ვთქვათ რომ მიკერძოებულია საქართველოს კანონი ან რაღაცა, საერთაშორისო ჰააგის დონეზე უნდა მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა ბატონებო. და ასევე უნდა მოხდეს სულიერი მკვლელების გასამართლება. რა თქმა უნდა, სულიერი თვალსაზრისით. და ეს კი გაკეთებულია, რამე თუ ყველა ის ადამიანი, ვინც კანონების ის იბრძვის, ავად თუ კარგად, ამას ვახერხებთ, ან ახერხებენ ბატონებო. ზოგი კარგად, ზოგი საშუალოდ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს შეფასებები კეთდება. მე ვგულისხმობ 1992 წელს მომხდარ პუტჩში რა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტაძრის წარმომადგენლებმა და არა ეკლესიის. ეკლესია არის წმინდა და ზეცაში ბატონებო, ტაძრის ზოგიერთმა წარმომადგენლებმა თავისი მეთაურის მეთაურობით. ესეც ყველასთვის ცნობილია, თუმცა დრო ყველას აქვს, სანამ ცოცხალია ბატონებო, რომ აღიარონ თავიანთი დანაშაული. თუმცა მე პირადად იმ ადამიანებს უფრო მეტ ბრალს ვდებ, ვინც სულიერად მოამზადა ეს პირტიტველა ბიჭები. რა თქმა უნდა, ნარკომანები, ყაჩაღები იყვნენ, მაგრამ მათ საქციელი გააправეს ვინ? საპატრიარქომ, ეგრეთ წოდებულმა ინტელიგენციამ, გინდ წითელი დაარქვით და გინდ ყავისფერი. რა მნიშვნელობა აქვს? ესენი იყვნენ ქვეყნის მოღალატეები. ზოგიერთ ქვეყანაში ბატონებო, საბჭოთა პერიოდში, სხვადასხვა ქვეყნებში იმ ქვეყნის წითელი ინტელიგენცია თავის ქვეყნისთვის იბრძოდა და თავის ქვეყნის ერთგულები იყვნენ. მაგალითად პრიბალტიკაში, ჩემო-კარგებო, იქაური ინტელიგენციას უმრავლესობა თავის ქვეყნის მხარეს იდგა და ყოველთვის ცდილობდა თავისი ქვეყნის ინტერესები დაეწოდა. ეს გვაჩვენა როგორც კი საბჭოთა კავშირის დაშლა დაიწყო, იმ წუთას დადგნენ ხალხის გვერდზე და ესეთი ღალატი არ ჩაუდენიათ, რაც აქ მოხდა და რაც აქ აკეთებენ ბატონებო. ასევე მე მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ, ის რაც ხდებოდა დასავლეთ საქართველოში, როდესაც ზვიად გამსახურდია ჩამოვიდა. თქვენ გახსოვთ ალბათ ასევე ზვიად გამსახურდიას ჩამოსulis მერე ერთობლივად ბორის ელცინმა, კლინტონმა და სხვა ძალებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში გამოეგზავნათ ბალტინის არმია. ეს იმაზე მეტია ბატონებო, ვიდრე 2008 წელს პუტინმა რო ტერიტორიების მისატაცებლად გამოიყენა 58 არმია. ბალტინის არმია 10-ჯერ დიდია ბატონებო, როგორც სიძლიერით, ისე სიმრავლითაც. იმიტომ რომ აქ მარტო ტანკები მოდიოდა, იქ იყო გემი, რომელსაც შეუძლია მთელი დასავლეთ საქართველოში ნებისმიერ წერტილში ბომბა ჩაეგდო, ნებისმიერ წერტილში, რომელსაც უზარმაზარი მარაგი გააჩნდა იარაღის გემზე ბატონებო, რომელსაც ჩვენ ვერ მივწდებოდით. და შემოვიდა და გახსოვთ თქვენ უსირცხვილოდ ტანკზე ჩამჯდარი გოგუაძე, მარგიანი და ფაცაცია. ბატონებო, ვინ ისროლა? ამათმა ისროლეს ბატონებო. მერე ის ვის ვიღაცები რო იყიდეს, მე არ ამგონია ვიღაც მარტო უბრალო ადამიანს გაეკეთებიოს ეს. რა თქმა უნდა, აქ ჩართული იყო რუსეთის სპეცსამსახურები და საკმაოდ რამოდენიმე ჯგუფი, ძლიერი ჯგუფები, საკმაოდ გაცვლილები ბატონებო. მაგრამ აქ ასევე ჩვენ ვხედავთ რას? ბალტინის არმიის შემოსვლის მერე ზვიად გამსახურდიას ფარხმალი არ დაუყრია. ზვიად გამსახურდიას არ შეგუებია
იმ ოკუპაცია და ანექსიას უკვე პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ მანამდე თუ თქვენ არ ქმნებდით სამოქალაქო ომს, ასე ვთქვათ, თბილისში გასროლილ ბომბებს რუსული ტანკებიდან და რუსეთის დავალებით, ეგ უკვე ვეღარ დამალეთ, ხო? იმიტომ რომ ბალტინი არ იყო საქართველოს მოქალაქე, ბატონებო. და რა საქმე ქონდა? ასევე ის წამოვიდა უკრაინიდან. ასევე უკრაინის პრეზიდენტი არის ამის მონაწილე, ბატონებო, იმიტომ რომ მას იქიდან მისი ნებართვის გარეშე ის ვერ დატოვებდა. რომელიც სხვათა შორის დღევანდელი ის პრეზიდენტი არის სააკაშვილის მომხრე. და შევარდნაძეს მაკაცი ის არც მალავს, მე უსმენდი გორდონთან მის ინტერვიუს, კრავჩუკზეა საუბარი და ერთი ხმა არ უთქვია რა მოხდა 1993 წელს, თუმცა დღეს რომ მოусმინო ანტირუსია და რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის და ასე ვთქვათ თითქოს ოკუპაციას ებრძვის უკრაინაში. არა ბატონებო, და ასევე 2008 წლის ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ ომს გმობს. ეს არ იყო ომი 9ჯერ და მილიონჯერ გვითქვია. ეს იყო ტერიტორიის მიტაცება რუსეთის იმპერიის მიერ. ასე რომ გავაგრძელებ, მე ზვიადგამსახურდია იბრძოდა ყველა გაგებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული გამოვიდა არა მარტო პირდაპირ გაგებით იარაღით ხელში ბატონებო და ზვიადგამსახურდიას არანაირი ბრძანება არ გაუწია ჯარის დაშლის. თუმცა ჩვენ როდესაც ზოგ-ზოგი ერთებს ვეძებდით, ჩვენ ხვდებოდა ქუჩაში ხალხი იარაღ ასმული, რომელიც მიდიოდა სახში. გამახსენდა სხვათა შორის თვალწინ დამიდგა ყვარყვარე, იქ რო არის ჯარი უკან რომ მოდის და რო ვაჩერებდით და ვეკითხებოდით სად მიდიხართ, ბრძანება არისო რომ სახში წავიდეთო. მაშინ გამოსცა ზვიადგამსახურდიამ ბრძანება, ყველა ის ადამიანი, ვინც კი იქნებოდა შემჩნეული, ასე ვთქვათ, გაავრცელებდა აი ამ ჭორებს და დაიწყებდა, ასე ვთქვათ, ანტისახელმწიფო ქმედებას, ისინი დასჯილიყვნენ. თუმცა ეს პროცესები ბატონებო გაგრძელდა. თორე ბატონის ზვიადგამსახურდია ტყეშიც აღარ აღმოჩნდებოდა. რამე თუ ეს უცებ ეს ძალები დაფანტეს, კი არ დაიფანტნენ, დაფანტეს. გვარდია და ხო, გვარდია და მოხალისეები. იმიტომ რომ იყვნენ პარტიზანების ბატონებო, იყვნენ გვარდიელების ოფიციალური და იყო ის ხალხი, ვისაც ერთი სული ჰქონდა ებრძოდათ. თუმცა ბევრ მათგანს ეს იარაღის საშუალება არ მისცეს სხვათა შორის. რაზეც ალბათ რომოვა დრო ესეც იქნება გამოძიებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა აქედან ამ თემას მე არ ვაპირებ შევეხო, იმიტომ რომ ეს არ არის ჯერ საჯარო ინფორმაცია, თუმცა ესეც გასარკვევია. და რაც ტყეში მოხდა და რაც სამეგრელოში მოხდა, ხო? ეს ბატონებო არის გაუგონარი ფაქტი. ხო? საკუთარ პრეზიდენტს, ქვეყნის პრეზიდენტს დაძდევდეს ქვეყნის უშიშროება. იმის მაგივრად იცავდეს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისგან, თვითონვე მოიწვიეს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები, თვითონ რო ვერ ახერხებდნენ ზვიადგამსახურდიას, ასე ვთქვათ, კვლელობას, დამარცხებას, სხვა სპეცსამსახური მოიწვიეს. იოსელიანის მეთაურობით გახსოვთ თქვენ ვინც იყო იოსელიანი? გავთო იოსელიანზეა საუბარი და რა ჯაბა იოსელიანზე. გამიგეთ? და მარტო დღეს რო თქვენ გინდათ ის ადამიანი ვინც ტყვიას გამოკრა ხელი ეგ არ გამოვა ბატონებო. ეს იყო ბრძანა ბატონმა გიორგიმ, ეს იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. თქვენ ზვიადგამსახურდიას კი არ ესროლეთ, საქართველოს ესროლეთ. მე მინდა დავამთავრო ასევე მამა გაბრიელის სიტყვით. მამა გაბრიელმა ბრძანა ზვიადის მტერი, ღვთისა და ერის მტერია, შვილო. დიახ ბატონებო, ვინ ზვიადს მტრობდა, ვინ ზვიადს მტრობს,
ის ყველა საქართველოს მტერია და ის ვინც საქართველოს მტრებთან ჯდება მოსალაპარაკებლად ისინიც მტრები არიან მე აქ მინდა გავმარტო მოლაპარაკება შეიძლება ერთ რამეზე კაპიტულაცია მეტი სხვა რამეზე არც ერთი მოლაპარაკება არ შეიძლება კაპიტულაცია როგორც ეს გააკეთა კომუნისტებმა გუმბარიძეს პერიოდში ბევრჯერ მithვედა კიდევ მეორე ნოდარ ჭიტანავამ მათ გამოაცხადეს კაპიტულაცია ყველა ის კანონი დეკრეტი თუ შეთანხმება რომელიც მიიღო საბჭოთა სოციალისტურმა საქართველოს 1921 წლიდან გააუქმას თვითონ და გადადგნენ უპირობოდ აი ამაზე შეიძლება საუბარი მაგრამ ის ხალხი ვინც მერე ეტმასნება ამ საოკუპაციო რეჟიმს ამათაც ზურგი ეძლებათ ბატონებო იმიტომ რომ თუ თქვენ უღალატეთ ზვიად გამსახურდიას და იქით გადახტით ისინი თავიანთ თავს იმართლებენ იმიტომ რომ აგერო ჩვენ ზვიადისტები გვერდში გვიდგასო და სწორზას ვადგივართო არა ბატონებო სწორი გზა არის ერთი 1992 წლის 13 მარტის დადგენილების უპირობო დაცვა და მისი შესრულება. მადლობთ ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობთ. აქ ითქვა სარიშვილის შესახებ და ის სარიშვილო რომელიც გააჟღერა ფილარმონიაში საჯაროდ პრეზიდენტის სკოლობის შესახებ, რომ ის უნდა განადგურდეს ფიზიკურად და საქართველოს დაისვენებსო, ეს მან განაცხადა მაშინდელი შევანაძის ბანდის ჩანაფიქრი. საჯაროდ განცხადება იყო ესა, გაახმოვანები ეს ასე თქვა და უტიფრად ყოველგვარი დამალულობის და ყოველგვარი ასე თქვა საიდუმლოების გარეშე გაახმაურა და საინტერესო რა არის და ამაშფოთებელი კიდე რომ იქ დამსრე ეგ ეწოდებული საზოგადოება რომელიც იყო თბილისელების თბილისელი თაყლობა იყო ეგ ეწოდებული მწერლები თუ საზოგადო მოღვაწენი მჭყალებში რასაკვირველია საზოგადოება ტაშით შეხვდა ამ განცხადებას აი ეს იყო ამაზენი აი ეს იყო ზუსტად ის დემონიური ძალის მატარებელი ადამიანები რომლებმაც საქართველოს მიიყვანეს ასეთ კატასტროფამდე ეს უნდა ითქვას ბატონებო და აღარ დავასახელავ გვარებს იმდენი ეგ ეწოდებული ცნობილი სახეები და ეგ ეწოდებული სასულე პირები გახდნენ იქა რომელიც არათუ დაგნეს ეს ასე ვთქვათ იდეოლოგიური კლდობა და საჯაროდ პროპაგანდა არამედ პირიქით ტაში დაუკრეს აი ესაა საქართველო და ესეთი ადამიანები არსებობენ დღეს ესეთი ადამიანები არიან დღეს საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში საწყო და საუბრობთ კვლელები კაენის კვლელები ბატონებო კაენის კვლელები არიან ხო და აქედან გამომდინარე კიდევაც ვიტყვი რომ ზიად გამსახურდიას იმ კვლელებამდე 23 წლის დეკემბრის კვლელებამდე მანდ განხორციელდა მისი თავდასხმები იყო არაერთი თავდასხმა მისი ფიზიკური განადგურებისა ჯერ კიდევ შევანაძეს ჰქონდა ჩაფიქრებული საბჭოთა ჯოჯოხუძე ეპოქაში და ნუ მე მაინც განახორციელა ეს კვლელობა ეს განახორციელა მაგ ბინძურმა რასაკვირველია კრემლისა და საერთაშორისო ბნელი ძალების მხრიდან მეგობრებოდა აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ აქ ითქვა ბატონმა ბესანო თქვა რომ ზიადის პრობლემა დღესაც რასაკვირველია დღეს არის იმიტომ რომ დღეს კაცობრიობა გაყოფილია ორ პოლუსად ნათელი და ბოროტი აი როგორც იონეს აპოკალიფსში არის მხეცის მიმდევარი რომელიც ძალიან ბევრია სამწუხაროდ და საუბედუროდ ანტიქრისტეს მიმდევარი მხეცი ეშმაკის და არის ქრისტეს მიმდევარი რომელიც ძალიან ცოტანი არიან მაგრამ ძალიან ხარისხიანი არიან აი ესია კაცობრიობა და რასაკვირველია ჩვენი სამშობლოც ბატონებო ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობთ რომ არაფერი არ არის დაფა რომელიც არ გაცხადეს და არ გამჟღავნეს როგორც მინდა სახარება გვეუბნება და აუცილებლად გამჟღავნდება ყველაფერი და ნათელი მოეფინება თუმცა ჩვენ ვიცით ყველაფერი ეს მისთვის ადამიანებმა შემდეგ მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ მეგობრებო რომ ჩვენ ამიტომ გვჭირდება ეს გასამართლება და სასამართლო თუ გინებავთ ამ წუთის სოფლისა თუ გინებავთ თუ გინდათ აი ამ მაცაჯულებისა იმიტომ გვჭირდება რომ ასეთი სახის გაოგონაი დანაშაულები აღარ ჩაეძინოს თაობებმა არ ჩაიდინონ თაობებმა აი ეს ამიტომ არის აუცილებელი ამიტომაა ნათქვამი
სამართალი უნდა დააღსგესო, უნდა აღდგეს, შესუძესო, აღსუძესო, თუნდაც კატეგაინს დაეცესო, ხომ? ეს გამოთქმა, ძველი რომაული გამოთქმა და ეს კაცობრიული გამოთქმა არის, იმიტომ რომ არ გაგრძელდეს ის უბედურობანი, რაც გრძელდება დღემდე და ასე შემდეგ. ამიტომ კიდევ გეუბნებით, თქვენ ზიად განსახურდია შეიძლება ფიზიკურად მოკალით, მაგრამ მის სულიერებას, მის შემოქმედებას, მის საქმეს ვერ მოკლათ. ამიტომ ხართ გაღიზიანებული. ამიტომ ხართ რომ არ გინდათ რომ აქ 2 კაცი წოდარჩეს, 3 კაცი, 10 კაცი წოდარჩეს, 20 კაცი წოდარჩეს, მათთვის კმელი ისიც არ გინდათ. ისიც არ გინდათ. და მაგ ტოტალური სიცურის და ტოტალური სიხალდის ქვეყანა შექმენით უკვე ბატონო ჩემო და ესეც არ გიდათ, მაგრამ ვერ მოესწრებით ამას ბატონო ჩემო და ის ზიადის სახელით ეგეწოდებული ცხრები, ანუ მგლები, მოღალატელი ონებიც აშკარად საიდუმლო თუ ფარულო თუ ღიად გარიგებაში არიან მტერთან, კვლელებთან, კაცის კვლელთან, მართალი კაცის კვლელებთან, ასე ვთქვათ პირდაპირ სიტყვა, იმიტომ რომ როდესაც უფალი ჯვარს აცვეს, იქ ითქვა ხალხის მიერ რომ მართალი კაცი მოკლესო, მართალი კაცი მოკლესო და მართალი კაცია ყველა ის ვინც ღვთის გზას ადგია, ვინც სამშობლოსათვის თასწირავს, ვინც თავისუფლების თასწირავს, ვინც სიმართლეების თასწირავს, მეგობრებო და აი ეს არის მართალი კაცი და ამიტომ ყველა ქრისტეს მიმდევარი მართალი კაცია და ვინც მას ხესყოფს და მის ტაძარს დააზიანებს, ისე დაგაზიანებთ უფალი როგორც არასოდეს და მითომ დაზიანებდეს ქვეყანა ბატონო ჩემო. ახლა ადექით და თქვენ ჩაიგდეთ ქვეყანა ბატონო ჩემო, სახელმწიფო ჩაიგდეთ ხელში და მიდი როგორც ამბროსი ხელაია ბრძანებს, ჩემი სხეული წაიღეთო და კოტნეთო თქვენ ყოლყორნებო, აი ასე ვთქვათ. დიდება უფალს და დიდება ზიად გამსახურდიას უკვდავს სულს, ნათელს სულს, რომელიც უკვდავია მისუნი თუ მისი სული შეზავდა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობასთან და თუკი საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს ასევე უწერია და რასაკვირველი ასევე უწერია კაცობრიობის ცხოვრებამდე, დასასრულამდე, ბუნებრივია ზიადის სულიც უკვდავი არის. გამომჩა მე და უნდა დავამატო, აუცილებელია. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩევნების დღეს მრავალპარტიული არჩევნების დღეს, არასაბჭოური არჩევნების დღეს საქართველოს პატრიარქმა, კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ გამოსცა ბრძანება, რომ ის ქართველი, რომელიც მოკლავდა ქართველს, ის შეჩვენებული ყოფილიყო და ის შეტანილიყო წიგნში და გადაცემოდა თაობიდან თაობას. შავ წიგნი დაერქვა მერე მას. ბატონებო, ირინა სარიშვილი, რომელიც გამოდის პირდაპირ და იძახის, უნდა მოიკლა ზვიად გამსახურდია და ტას უკრავენ. გახსოვთ თქვენ ალბათ ქრისტეს მკვლელობა, როგორ მოითხოვეს რაბინებმა და იქ ბატონმა გიორგი ბრძანა, რომ იქ სამდელოებიც ესწრებოდნენ. ესე იგი თქვენ თანამონაწილეები ხართ. ბატონებო, რას ქვია, მიიღეთ დადგენილება და რატო არ ჩაწერეთ არავინ? ნუ თუ დღემდე ქართველს ქართველი არ მოუკლია და ერთი ადამიანი მაინც რატო არ ჩაწერეთ? ამიტომ დღესაც გრძელდება ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ომი, დღესაც გრძელდება საქართველოს წინააღმდეგ ომი, უფრო მეც გეტყვით მე, ის ადამიანები, ვინც ზვიად გამსახურდიას მეუღლეს, შვილებს თავს ესხმიან, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და ცილს წამებენ, გამიგეთ? ცილს წამებენ, ტყუილებს უგონებენ. თქვენ რა მკვლელები არ ხართ? ზვიად გამსახურდიას მკვლელობა უცებ კი არ დაიწყო. ის მოამზადეს, ბატონებო, მას ლანძღავდნენ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ურცელებდნენ ჭორებს. დღესაც ესეც მკვლელები ხარ თქვენ და აქ რა არის უბედურება, ზოგიერთი ვითომ ზვიადისტები რო გამოდიან, თორე პუჩისტებზე არ მაქვს მე საუბარი. გამოდიხარ თქვენ, ვითომ ზვიადისტობთ და მის ოჯახს, ესე იგი მთელ სიბინძურეს პირიდანაც კი მე არ მინდა ეს აღმოთქვა, ამას არ ვცელებთ.
უпростоრეთ ცილწამებ, ჭორს ავცელებ, თორე ნეტა რამე ახლოს იყოს სიმართლესთან. თქვენ ცილის წამებლებო თქვენა. რითი განსხვავდებით იმ პუჩისტებისგან, რითი იმ კვლელებისგან, ჯაბასგან, რითი ჯობი ხართ მათ თქვენ? ვინც დღეს საოკუპაციო რეჟიმს იცავს, რითი ჯობი ხართ თქვენ მკვლელებს? არც არაფლით. ამიტომ ბრძოლა ბატონებო გამარჯვებამდის, ჩვენ გავიმარჯვებთ, რატომ? გახსოვთ თქვენ ალბათ, როდესაც ქრისტიანებს ხოცავდნენ ქრისტეს ჯვარცმის მერე, ისინი ებრძოდნენ ქრისტეს. ყველა. იმათ პეტრე მოციქული, სხვა მოციქულები და ქრისტიანები იმიტომ კი არ დახოცეს, რომ იმათ რამე ბრალი ქონდათ პიროვნული, არა, იმიტომ რომ ისინი ქრისტეს გზას ადგენენ. მიმდევარნი იყვნენ და დღესაც თქვენ იმიტომ მებრძვით. ზვიად გამსახურდიას იმ ოჯახის წევრებს, ვინც იცავს ზვიად გამსახურდიას, კანონმემკვიდრეობას, ვინც იცავს ზვიად გამსახურდიას სულისკვეთებას საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ. აი ეს არის და ყველა ადამიანსაც ასევე ვინც კარგაბძანა ბატონმა გიორგი მე გამომჩა, დიახ, არა და 1-2 ადამიანი დახოცეთ თქვენ ზვიად გამსახურდიას ერთგულები. თქვენ ვინაც თქვენ დახოცეთ ზვიადის მომხრეები, თქვენ ზვიად გამსახურდიას ესროლეთ და დღესაც როდესაც ებრძვით, დღესაც ზვიად გამსახურდიას ებრძვით და ვინ ზვიად გამსახურდიას ებრძვის, ის საქართველოსაც ებრძვის და ქრისტესაც ებრძვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ კავკასიას. ეს გარდაუვალია, თქვენ მოგწონთ თუ არ მოგწონთ, სინათლე ყოველთვის გაიმარჯვებს სიბნელეზე. სიბნელე დროებითია, ბატონებო, დროებითი. მომავალი აქვს სინათლეს, მომავალი აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ერთობებს და არა იმპერიებს. ყველა იმპერია დაიშლება. დღეს თუ ხვალ და მსოფლიოში მოვა ის დრო, იმპერიები არ იარსებებენ. მადლობთ ყურადღებისათვის. დიდი ბოდიში. ეციტი კიდე ბატონებესო რომ ეს რაცაც ზანეთ თქვენ ეს შავი წიგნი, ეგ ეწოდებული შავი წიგნი, რომელიც პატრიარქმა პუჩისმა პატრიარქმა ასე ვიტყოდი, გამოსა 90 ოქტომბერს. ესე იგი, ეს არის დიდი აფიორა. ამას ჩვენ ალბათ ერთ სპეციალურ განაცემას მიუძვნით, ცალკე იმიტომ რომ ასეთი გაუგონარი აფიორა და თან გდენსახურებისაგან ასე ნაღმი ასეთი რამე ჩვენ გავშიფრავთ ერთ ჩვენი დღეს, იმიტომ ასეთი რამე მეგონი სიცილიის ასე ვთქვათ მაფიოზებსაც შეეხადმებოდათ ასეთი აფიორა. ასეთი თაღლითობა და ამას შემდეგ გავარკვევთ ერთ-ერთ გადაცემაში. ბატონებო, დიდება უფალს და კიდე გეუბნებით. თქვენ ზვიად გამსახურდია ვერ მოკალით. თქვენ ზვიად გამსახურდ საქმეს ვერ მოკლავთ და თქვენ ვერ მოკლავთ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს ვერ მოკლავთ. თუმცა გაქვთ ამის ცვლილებები. უფალი თქვენ ეგევ დაგამიწევთ უბალი. აუცილებლად დაგამიწევთ, იმიტომ ვინც დაზიანებს ღვთის ტაძარსო, იმას დავაზიანებთ მე სასაულათო და სასაულო დაგაზიანებთ თქვენ, რომელიც თქვენ კიდევ ვერ წარმოგიდგენიათ. დიდება უფალს.